ისთვის და გაზა ხუთი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული დემოკრატების ლიდერისგან ეს ნინო ბურჯანაძეა რატომ მოათხოვეთ საქართველოს მოსახლეობა და ნაცვლად დაპირებული ნაციონალური მოძრაობის დასჯისა რატომ მოახვიეთ თავს ქართველ ერს ეგრეთ წოდებული კოაბიტაცია რომლითაც გადაარჩინეთ და გააცოცხლეთ ნაცმოძრაობა და 2016 წელს პარლამენტში 27%-ით შეიყვანეთ კითხვა ნომერი მეორე რატომ არ გამოიძიეთ ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური საქმიანობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კითხვა ნომერი მესამე რატომ დატოვეთ თანამდებობაზე უამრავი დამნაშავე რომელიც დღემდე ნაციონალურ მოძრაობას ემსახურება და არა ქვეყანას შემდეგი კითხვა რატომ გააპარეთ დამნაშავე სააკაშვილი საქართველოდან და მხოლოდ ამის შემდეგ აღძარით მასზე საქმე და რატომ არ გამოიძიეთ აგვისტოს ომის დროს მისი ქმედებები რატომ ვერ იპოვეთ მის ქმედებებში სხვა დანაშაული ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ქაშმირის პალტოსა და ბებიის ძველი ავტომანქანის გარდა და კითხვა ნომერი მეხუთე რატომ გარიგდით ნაციონალურ მოძრაობას და რის შედეგადაც მან 27 მანდატის ფასად აღიარა არჩევნების როგორც პირველი ისე მეორე ტური და ერთი გაყალბებული ოქმიც კი არ გაასაჩივრა ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ნინო ბურჯანაძე ამბობს რომ იგი მიმართავს ბიძინა ივანიშვილის ასეთი შეკითხვითაც აცნობიერებთ თუ არა რომ ქვეყანა მიხავთ თქვენს მიერ დაპირებული ევროპელებისთვის გასაკვირ დემოკრატიამდე კი არა არამედ ფეოდალურ მმართველობამდე აცნობიერებთ თუ არა რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არჩევნები ასკარგავს საქართველოში რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას კრიზისამდე ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე აცნობიერებთ თუ არა რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განსაკუთრებით საკონსტიტუციო უმრავლესობის უკანონოდ მოპოვების შემდეგ მთლიანად დაეკისრება ფორმალურად ქართულ ოცნებას ხოლო რეალურად ბიძინა ივანიშვილს აი ეს არის ის შეკითხვები რითაც დღეს გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა მიმართა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ნინო ბურჯანაძე ხსნის დღის ამბებს რატომ გადაწყვიტეთ ამ განცხადებით მიგემართათ ბიძინა ივანიშვილისთვის ქალბატონო ნინო ის ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ ჩანს ღიად პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობს და რას უნდა დავუკავშიროთ თქვენი ეს შეკითხვები რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი მოგესალმებით ინგა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის მინდა უბრალოდ გითხრათ რომ თქვენ არ გექნებოდათ დრო თავიდან ბოლომდე გენახათ უბრალოდ არ ყოფილა ჯერ გაშუქებული თავიდან ბოლომდე ჩემი პრესკონფერენცია იმიტომ რომ ის სულ რამდენიმე წუთია დასრულდა თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად ხაზი გაუსვით ბოლო 5 კითხვას რომელიც სიმბოლურად 5 იმიტომ იყო რომ ნაციონალური მოძრაობის 5 ნომერში ესატყვისებოდა თუმცა კითხვები არის გაცილებით მეტი ანუ სიმბოლურად შეიძლება ჩვენ ამ კითხვებს დავარქვათ 41+5 რაც ჩანდაკიდეთ კოჰაბიტაციიდან გამომდინარე რომ მართლაც 41+5 რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში და ესევე იყო არჩევნების დროსაც როდესაც შეხმატკბილებული აყალბებდნენ არჩევნებს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა რეალურად ის 5 კითხვა რომელიც თქვენ გაახმოვანეთ ქალბატონო ინგა ნამდვილად ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ხოლო დანარჩენი 41 კითხვა რომელიც არის ძირითადი ამ კითხვაში რითაც მე მივმართე ბიძინა ივანიშვილს და ნუ სიმბოლურად ქართულ ოცნებას ეს არის კითხვები რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას და რომელზეც ქართულ ოცნებას თუ მართლა სურს რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი პოლიტიკურად მაინც არიდგეს ნამდვილად პასუხები უნდა გაგვცეს მაგრამ მე ამ პასუხებს ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის ეხლა ქალბატონო ნინო არჩევნებზე დაუსვათ კითხვები ოცნებას რომელსაც ხელში უჭირავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და რომელსაც დღეს აქვს უზარმაზარი თავის ტკივილი რითი უნდა გამოიყვანოს ქვეყანა იმ ძიმე მდგომარეობიდან რომელშიც აღმოჩნდეთ ლარის გაუფასურება ეკონომიკური სოციალური პრობლემები ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის და მით უმეტეს ამ ფონზე რამდენად დროულია ეს თქვენი შეკითხვები ინგა მე ვუპასუხებ თქვენს პირველ შეკითხვას რატომ დაუსვი ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილს და გეტყვით რომ მიუხედავად იმისა ის გამოჩნდება თუ არა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ის მართავს რეალურად ქვეყანას და ის იყო არჩევნების შედეგების შემოქმედი რაც შეეხება რატომ ეხლა ეს კითხვები იმიტომ რომ მე ვფიქრობ სწორედ ეხლა არის აქტუალური რომ მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კარგად მოისმინოს რა მოხდა რეალურად არჩევნებზე რა წვლილია თავად მოსახლეობის შეცდომისა იმაში რაც დღეს ხდება იმიტომ რომ არჩევნების
შედეგებია ინგა დღეს რაც ხდება ქართულ ეკონომიკაში არჩევნების შედეგებია ის რომ არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ხელოვნურად დააკავეს ესე ვთქვათ ლარის კურსი როდესაც ხელოვნურად ხდებოდა ლარის კურსის დასტაბილურება არჩევნების შედეგია ის რომ არჩევნების დღეს არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე უზარმაზარი რაოდენობით გაიცა ნაღდი ფული ადამიანების მოსასყიდად ეს კითხვაც არის აქ მათ შორის კომისიის წევრების მოსასყიდად და შესაბამისად სრულიად ნათელი იყო რომ ლარის კურსის გაუფასურებას ესეც დაემატებოდა ეკონომიკის ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს ჩვენ ჩავარდნილები არის იმ არჩევნების შედეგი რომლის შედეგათაც ქართულმა ოცნებამ მიუხედავად იმისა და ესეც არის ამ კითხვაში რომ 24% მიიღო ამომრჩევლის რაოდენობის მხარდაჭერისა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და დღეს რასაც უნდა იმას აკეთებს და არჩევნების შედეგი არის ძალიან ბევრი სხვა რამ რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ იცვლება რეალური მდგომარეობა მიუხედავად იმისა ინგა რომ ეკონომიკა არც ამ არჩევნებამდე ყოფილა კარგ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსის მერყეობა ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ მიუხედავად იმისა რომ სოციალური მდგომარეობა მოსახლეობის გაუარეს და სწორედ ამ არჩევნებმა მოიტანა ის რომ ის გუნდი რომელსაც ადამიანები მასობრივად აკრიტიკებდნენ და ის გუნდი რომელსაც თვითონაც კი არ ეგონა რომ არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას უბრალო უმრავლესობასაც კი აიღებდა მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგვევლინა ხელისუფლებაში და ეს გუნდი მართავს პრაქტიკულად დღეს ქვეყანას უფრო სწორად ვერ მართავს მაგრამ ცდილობს რომ რაღაც პროცესები დაიკავოს არჩევნების შედეგია ინგა დღეს ის და ის ვითარება რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა რომ საქართველოში პოლიტიკოსები კი არ არიან ხელისუფლებაში და პარლამენტში პოლიტიკოსები კი არ არიან წარმოდგენილი ძირითადად წარმოდგენილები არიან მსახიობები, სპორტსმენები, ადამიანები, რომლებსაც პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ მით უმეტეს ეკონომიკურ კრიზისში. ოღონდ მე სწორედ ამ კითხვას უსვამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რატომ გადაწყვიტა მან რომ საქართველოში პოლიტიკა უნდა მოეკლა, შუა უნდა გაეკრიფა და პოლიტიკაში მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დაეტოვებინა. პოლიტიკოსები პოლიტიკისათვის ნებისმიერ ფასად ჩამოეშორებინა და პოლიტიკა და კანონშემოქმედება ქვეყანაში მსახიობებს და სპორტსმენებს წარემართა. მაგრამ ეს მან გადაწყვიტა აბსოლუტურად შეგნებულად, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილია მართვა. უფრო ადვილია მართვა, ინგა ეხლა გაცილებით უფრო ადვილია მართო ის ადამიანები, ვინც მან შეიყვანა პარლამენტში, ვიდრე მართო პარლამენტი, სადაც ბურჯანაძე და დემოკრატიული მოძრაობა იქნებოდა წარმოდგენილი. ამიტომ მას არ სჭირდება ზედმეტი თავისტკივილი, როგორც ეხლა გონია, ოღონდ თავისტკივილები აწი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, იმიტომ რომ ამ გუნდით, ამ შემადგენლობით, ამ ესე ვთქვათ, ცოდნით და კვალიფიკაციით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, ისინი ვერ გამოიყვანენ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან. უამრავი სხვა კითხვაა, ინგა, რომელიც ძალიან სერიოზულად აყენებს ლეგიტიმურობას არჩევნებისა. აღარაფერს ოლაპარაკობ უამრავჯერ ნათქვამ საარჩევნო გარემოზე. თუნდაც ის რომ ახსნა განმარტებები, რომელიც კომისიის წევრებმა დაწერეს, მართლა copy-paste-ით, ანუ ასლივით იყო ერთმანეთისგან, ესე ვთქვათ, გადაღებული, როგორც ეს 26 მაისის შემდეგ პოლიციელების ჩვენებაში იყო, როცა არ განსხვავდებოდა 26 მაისს ადარებთ ეხლა ამ არჩევნებს, არჩევნების დროს განხორციელებულ მთელ რიგ პოლიტიკურად რა თქმა უნდა ვადა აუცილებლად ვადარებ რა თქმა უნდა ინგა 26 მაისი იყო ფიზიკური ძალადობა ჩვენზე და ფიზიკურად შეეცადა სააკაშვილი რომ ჩვენ გავენადგურებინეთ, ხოლო 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო პოლიტიკური ძალადობა ჩვენზე და ის შეეცადა რომ პოლიტიკურად გავენადგურებინეთ. მხოლოდ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სიძლიერემ განაპირობა ის რომ ჩვენ არ ჩამოვიშალეთ ისე როგორც ჩამოიშალა პრაქტიკულად ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩა, თორემ მცდელობა და მიზანი იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. მიხეილ სააკაშვილის მიზანი იყო ფიზიკურად გავენადგურებინეთ. ახლა შეიძლება ყველა არ დავეხოცეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად მიწასთან გავესწორებინეთ ჩვენ ფიზიკურად და მორალურად 26 მაისის დროს და ამისთვის მან გამოიყენა ტყვიები, ამისთვის გამოიყენა ჯოხები და ფიზიკური ძალა. ზუსტად იგივე ამოცანა ქონდა 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს რომ მორალურად და პოლიტიკურად გავენადგურებინეთ ამ არჩევნები და ამისთვის მან გამოიყენა ფული და ადმინისტრაციული რესურსი. ხაბატონ ნინო ძალიან მძიმე პროგნოზი ამოვიკითხე
ნახე მე თქვენს მიმართვაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. წეგან შესავალშიც გამოვიტანე ეს ფრაზები, არამედ ქვეყანა მიგყავთ ფეოდალურ მართლობამდე და არა ევროპელებისთვის დაპირებულ გასაკვეთ დემოკრატიამდე და აცნობიერებ თუ არა რომ ყოველივე აქედან გამომდინარე, რასაც მე თქვენ გეკითხებით, მიმართავთ მას, საქართველოში ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება კრიზისი ან სამოქალაქო დაპირისპირება. ამ პროგნოზს რის საფუძველზე აკეთებთ? ინგა, მე მესმის რომ ეხლა თქვენ ეს კითხვა მაყურებლისთვის უნდა დასვათ, თუმცა ვფიქრობ რომ თქვენ ძალიან კარგად გესმით საფუძველი ამ პროგნოზისა. ქვეყანაში არის ფაქტიურად მართლა ფეოდალური მართლობა, როდესაც ერთი ადამიანი ზის სადღაც, ესე ვთქვათ, შუშის სასახლეში, თუმცა მე სასახლეს ამას ნაკლებად დავარქვევდი, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია, ან ზის, ესე ვთქვათ, არ მოგწონთ ივანიშვილის სასახლე? და იქით არა. და ვფიქრობ, რომ უბრალოდ უხერხულიც კი იყო ამ სასახლის ძველი თბილისის უბნების თავზე წამოჭიმვა და ეს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მაჩვენებელია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების საქართველოსადმი, თბილისისადმი, საქართველოს ისტორიისადმი, კულტურული ტრადიციებისადმი და ზოგადად საზოგადოებისადმი, მაგრამ ეს ცალკე თემა არის. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, ვითარებას, ფაქტია, რომ ეს ადამიანი კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს ჯერჯერობით თავისი 7 მილიარდის წყალობით, ისე როგორც მას აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ეს დიდხანს ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ინგა, გამორიცხულია, იმიტომ რომ ეხლა თუ მართლა საქართველოს მოსახლეობას საერთოდ არ აქვს თავმოყარეობა დაკარგული და ელემენტარულად ოღონდ მშიერი არ იყოს, თუმცა 2/3 მოსახლეობის მშიერიც არის ყველაფერთან ერთად. თუ ოღონდ მშიერი არ იყოს, ყველაფერს მოითმენს, ასეთ შემთხვევაში თეორიულად შეგვიძლია დაუშვათ ის, რომ საქართველოს მოითმენს იმას, რაც ეხლა ხდება, მაგრამ მე ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ეროვნული თვითშეგნება საზოგადოებას დაკარგული არ აქვს. მე ხედავ ამას როგორც პოლიტიკოსი ცოტა უფრო ადრე, ვიდრე შეიძლება ამას საზოგადოების სხვა წევრები ხედავენ, რომ ქვეყანა პრაქტიკულად სახელმწიფოებრივ, ესე ვთქვათ, ინსტიტუციონალურ ნიშნებს კარგავს. ეხლა გამოჩნდება რა კონსტიტუციურ მოდელს შემოგთავაზებენ, იგივე საკონსტიტუციო კომისიის მეშვეობით, თუმცა თავიდანვე შემიძლია ვთქვა, ინგა, როცა განსაზღვრეს 30 აპრილი საკონსტიტუციო, ესე ვთქვათ, ცვლილებების პროექტისა, ეს უკვე არასერიოზულ ან წინასწარ, ესე ვთქვათ, დადგმული სცენარის დაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ოდნავი წარმოდგენაც მაინც აქვს, გეტყვით, რომ ეხლა არის დეკემბრის ბოლო, პრაქტიკულად იანვარი მკვდარია და იანვარში საკონსტიტუციო კომისია, ნახევარი იანვარი მაინც ეფექტურად ვერ იმუშავებს, ესე იგი ფაქტიურად ქართულ ოცნებას უნდა გითხრას, რომ თებერვალი, მარტი და აპრილი 3 თვე იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კონსტიტუციური რეფორმა მოხდეს. ეგეთი რამ არ ყოფილა არც საქართველოს და არც თქვენ თვითონ როგორ აფასებთ, ქალბატონო ნინო, აი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას ის რაც ნახეთ ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაში ზოგადად გადაწყვეტილებას და იმის დაანონსება ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ მოვისმინეთ, რომ ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეცვლის პრეზიდენტის არჩევის წესს. აი ამ პროცესს მთლიანად მარგველაშვილისადმი ღიად გამოხატულ პოზიციას როგორ აფასებთ? მე პირდაპირ ვიტყვი ინგა და რაც როგორც უნდათ ისე ჩამითვალონ. თუ საქართველოს პარლამენტი დააყენებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მეშვეობით უნდა დანიშნოს პრეზიდენტი, თუ ოდნავ თავმოყარეობა აქვს საქართველოს მოსახლეობას და მართლა ყველა ბიძინა ივანიშვილის ჯიბეს არ არის მიჩერებული, უბრალოდ მასობრივი აქციები რომ გახდეს, საჭირო ამის დაშვება არ უნდა მოხდეს. არა იმიტომ, რომ ვინმეს პრეზიდენტობა უნდა, თუ ჩემი ამბიცია უშლის რამეს ხელს, საერთოდ წავალ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლამის ქვეყნიდან თუ მაინდა-მაინც ეს ქვეყანას გადაარჩენს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმეს პრეზიდენტობა უნდა. ეს არ შეიძლება. ეს იქნება დამაქცევარი ქვეყნისათვის და ეს იქნება რეალურად სახელმწიფოს ერთი პირის საწარმოდ გადაქცევა და ბიძინა ივანიშვილის, ესე ვთქვათ, ეზოს გადაიქცევა მთელი საქართველოს ელემენტარულად. ეს იქნება დანაშაული ქართველი ხალხის და ქართველი ერის წინაშე და დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოში და ქართულ ოცნებაშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ თუმცა თქვენ იმედზე, როდესაც საუბრობ, დიდი იმედი მინდა ვიქონიო, თქვენ იცით ჩემზე კარგად, როგორი არის საკონსტიტუციო უმრავლესობის პოზიცია და ჩვენ დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, რომ ამ ცვლილებებს მიიღებს ეს უმრავლესობა. ქალბატონო ნინო, პირველ დღეს როცა ამ ცვლილებებს ეს უმრავლესობა თუ მიიღებს ამ ცვლილებებს ეს უმრავლესობა თუ მიიღებს, ინგა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ადრე თუ გვიან
ჩამოექცევა თავზე ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს და მის საკონსტიტუციო უმრავლესობას. მე ამაზე თავს არ მოვიკლავ, თუმცა ნამდვილად არ უსურვებ, იმიტომ რომ ნამდვილად არა ვარ პიროვნული მტერი და პირადი მტერი არავის და მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის და არც ქართული ოცნების წევრების, მაგრამ უფრო მეტად ამას არ უსურვებ ჩემს ქვეყანას, იმიტომ რომ ამას ქვეყნისათვის უმძიმესი ქაბატონო ნინო, კარგით, ამაზე მომავალში ბევრჯერ მოგვიწევს ჩვენ საუბარი. მე ისევ მინდა თქვენს მიმართვას მიუბრუნდე და შეკითხვა, რომელიც ეღან დავსვი. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, როგორც ამ წერილში არის, ამ მიმართვაში არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში ან კრიზისი იქნება, ან გარდაულად სამოქალაქო დაპირისპირება. ანუ აი რის საფუძველზე აკეთებთ ამ დასკვნას? დღეს, როცა ამ განცხადებას ვისმენთ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მინდა თქვენს გთხოვოთ და სხვა ჟურნალისტებსაც ვინც ამას გააშუქებთ რომ არ გაკეთდეს აქცენტი მარტო ბოლო 5 კითხვაზე იმიტომ რომ ეს მეორადია ნაციონალური მოძრაობა არ არის ჩემთვის ახლა აქტუალურია ქართული ოცნება ეს არის 41 პლუს 5 კითხვა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას და ეს ორივე ციფრი 41 და 5 სწორედ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებულ კოჰაბიტაციას ეძღვნება და ძალიან სერიოზული კითხვები თქვენ გექნებათ დრო რომ გადახედოთ დანარჩენ 41 კითხვასაც და ალბათ ამაში დამეთანხმებით. რაც შეეხება კრიზისი იქნება თუ არა ქვეყანაში, მოდით ვთქვათ ინგა რომ კრიზისი უკვე არის ქვეყანაში. როდესაც ქვეყანაში არის ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ და მე მოკლე კომენტარი მოვისმინე თქვენი ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას რომელმაც ჰეჯირებაზე გააკეთა ძირითადი აქცენტი და გითხრა რომ ესე იგი ჰეჯირების პრობლემა გვაქვს ეს არ ვიცით კარგად ქართველებმა და იმის ხუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის განცხადება დიახ თუ ის ხუმსიშვილი იყო არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამას თუმცა არ მგონია ხა რომ ჩემზე ნაკლებად იცოდეს ამ ტერმინის მნიშვნელობა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და მთლად ნუ გავლენ მომსახურების ზონიდან და მარსიდან ნუ დაუწყებენ ხალხს ლაპარაკს მე მოვისმინე ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ აი თურქეთში მიმდინარე პროცესები, გარეთ მიმდინარე პროცესები, ერთი კითხვა მინდა დაუსვა ჩვენს ხელისუფლებას. კი ბატონო, გლობალურია ეკონომიკა, გლობალურია ზოგადად პრობლემები და მესმის რომ შეიძლება ნეგატიურმა ესე ვთქვათ ტრენდმა, ნეგატიურმა ქარმა საქართველოს ეკონომიკასაც პრობლემები შეუქმნას, მაგრამ თქვენ დალოცულებო მარტო ნეგატივი მოქმედებს ჩვენზე? როცა პოზიტიური მიმართულებები არის ხოლმე, როცა რაღაცა გამოსწორდება, როდესაც შედარებით სტაბილურობა არის სოფლიო ბაზარზე, მაშინ რატომ არაფერი ეთქობა ქართულ ეკონომიკას? ანუ როგორ არის ახლა ცუდი თუ რამე ხდება სოფლიოში ეს მოქმედებს ქართულ ეკონომიკაზე და კარგი თუ რამე ხდება? ანუ რას ამბობთ ამით, ქალბატონო? ძალიან მარტივი. მე ვამბობ იმას, ქალბატონო ინგა, რომ 21 საუკუნეში ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ბიზნეს კორპორაციების პრინციპებით. საქართველო არ არის სინგაპური და სინგაპურიც კი არ იმართებოდა მხოლოდ ბიზნესის, ესე ვთქვათ, წესებზე დაყრდნობით, როცა ის უკვე სახელმწიფოდ იქცა გარკვეული, ესე ვთქვათ, მიმართულებები, სახელმწიფოებრივი კატეგორიების იქ გამოჩნდა. დღეს საქართველო იმართება როგორც ელემენტარულად ბიზნეს კორპორაცია. ყველაფერი, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ეს ჯდება ბიზნეს კორპორაციის მმართველობის ჩარჩოებში ბიზნესი ალბათ ასე კარგად იმართება თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მას 5 მილიარდი აქვს თუმცა მარტო ბიზნესის მართვით არ დაგროვებულა ეს 5 მილიარდი სხვა ვითარება და სხვა სიტუაცია იყო მაშინ და ქვეყანა იმართება სხვა კრიტერიუმებით ვერ დადგება ქართული ეკონომიკა ფეხზე ის 10 პუნქტიანი გეგმა რომელიც წარმოადგენს და რომელშიც რამდენიმე მონაკვეთი არის და რამდენიმე პუნქტია ინგა რაზეც მე რამდენიმე წლის წინ 2-3 წლის წინ ვლაპარაკობდი ის მაშინ უნდა გაკეთებულიყო. დღეს ამის გაკეთება უკვე დაგვიანებულია და ვერც 4 პუნქტიანი გეგმა, ვერც 10 პუნქტიანი გეგმა. დღეს ქართულ ეკონომიკას გარღვევა მას რა გვეშველება? აი პირდაპირ დაგისვათ ამ კითხვას. გვეშველება რამე ეს ქართული ცნობილი ფრაზა. ანუ მას რა გამოდის? გადაყვება ამ ყველაფერს გიორგი კვირიკაშვილი და მაშინ რა პროგნოზ გააკეთეთ? არა, გიორგი კვირიკაშვილის გადაყოლა მე დავინახე ხა ინგა რომ გიორგი კვირიკაშვილს უკვე რაღაც ძირს უთხრიან, კბენენ, რაღაცა პრობლემებს უქმნიან. გიორგი კვირიკაშვილში რომ არ არის პრობლემა, ჩვენ ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. არ იქნება, არ იყო ღარიბაშვილი, თქვათ, მოვიდა კვირიკაშვილი, არაფერი ამით რეალურად არ შეცვლილა. არ იქნება კვირიკაშვილი მოვა სხვა, არაფერი ამით არ შეიცვლება, ხო? რეალურად ჩვენ ხომ ვიცით ვინ არის ამ ყველაფრის უკან და ვინ არის ამის მართველი, ხო? იქ უნდა შეიცვალოს ზემოთ ეს ყველაფერი და გვეშველება თუ არა რამე მე გეტყვით ინგა
არ გვეშველება მანამ სანამ ქართველი ხალხი იქნება მესიის მოლოდინში, სანამ საქართველოს მოსახლეობა იქნება იმის მოლოდინში, რომ ვიღაცა ერთი მოვა, თუნდაც ძალიან სქელი ჯიბით და ყველა პრობლემას მოაგვარებს, არ გვეშველება მანამ სანამ ელემენტარულად არჩევნებზე მივალთ და წინა საღამოს რომ ვლანძღავდით იმ პარტიას მაინც მივცემთ ხმას, ან 50 ლარის ფასად, ან იმის ფასად, რომ კარგად არ გვინდა გავერკვოთ პოლიტიკურ პროცესებში და არ გვეშველება მანამ, სანამ პოლიტიკური პროცესების იგნორირება იქნება. მოგწონთ თუ არ მოგწონთ ადამიანებს პოლიტიკოსები, ინგა, ეს მეორე თემაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში პოლიტიკა უნდა აკეთოს პოლიტიკოსებმა. არც ერთი ადამიანი ექიმს არ არჩევს იმის მიხედვით, ის გარეგნულად მოსწონს თუ არა, მისი ქცევა და მეტყველება მოსწონს თუ არა, უყვარს თუ არა ის როგორც პიროვნება. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, რომელსაც უჭირს და რომლის ახლობელსაც მკურნალობა სჭირდება, საერთოდ არ იკითხავს ექიმის არც წარსულს, არც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არც ესე ვთქვათ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, მიიყვანს კარგ ექიმთან. ასე უნდა იყოს პოლიტიკის შემთხვევაში და მაშინ გვეშველება. მადლობა, ქალბატონ ნინო, წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ამ წუთებში უკვე